გამარჯობათ. დღეს დამისვეს ერთი უცნაური შეკითხვა, რომ რატომ არ შეიძლება აფთიაქში რომ იყიდება იმ ტრიხოპოლის გამოყენება ტრიხოდერმის მაგიერ. საქმე რაშია, ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა, ინტერნეტიდან მოდის და პოსტსაბჭოთა სივრცეში საკმაოდ გავრცელებული შეკითხვა გახლავთ. ის კი არა, თქვენ შეიძლება ნახოთ ვიდეოები, სადაც ბლოგერები ამტკიცებენ, რომ ტრიხოპოლის გამოყენების შემდეგ სცენარები განიკურნენ, მიიღეს რეკორდული მოსავალი და ასე შემდეგ. ყველანაირად აკეთებენ ამ პრეპარატს. ბატონებო და ქალბატონებო, ვისაც ეს შეკითხვა პირველად თავში დაებადა, იმას სკოლაში რომ ბიოლოგიის წიგნი არ გადაუშვია, ეს ცხადია, მაგრამ ეჭვი მაქვს საერთოდ ყდაზეც არ დაუხედავს. და ვინც ამ შეკითხვას იმეორებს, აქაც ფიქრობ, რომ ასეა, ეხლა ბიოლოგიის არ ცოდნა, ეს არ არის ძალიან დიდი პიროვნული ნაკლი. შეიძლება ბიოლოგია არ იცოდე და იყოს შესანიშნავი მუსიკოსი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდე შენი ცოდნის ზღვრები და შესაძლებლობების, რომ მერე რაიმე სისულელე არ ურჩიო ვინმე სხვას, ან YouTube-ზე არ გამოდო, ან სადმე სოციალურ ქსელში და თავი არ შეირწმუნო, შეიძლება ითქვას. ამ ვიდეოს ჩაწერა, მოგეუბნებით, არ მინდოდა მანამ, ვიდრე ქართულ ენაზე არ დამისვეს ასეთი შეკითხვა. ეხლა მოდი ვნახოთ რა განსხვავებაა. გარდა უბრალო სახელების მსგავსებისა და ეს სახელების მსგავსებაც მხოლოდ პირველი რამდენიმე ასოთი თავდება, ვიღაცამ შეიძლება გარეთმებისათვისაც გამოიყენოს, მაგრამ მეტი არაფერი სხვა. ესე იგი, არაფერი საერთო მათ ერთმანეთთან არ აქვს. ტრიხოპოლი, იგივე მეტრონიდაზოლი, არის ანტიბიოტიკი. მოქმედებს ისეთი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, როგორც არის ტრიხამონა, ამება. გარდა ამისა, ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ. არც ერთი ესენი მცენარეთა მავნებლები არ არიან, შეიძლება ითქვას. მცენარეთა მავნებელი ბაქტერიები თუ რაიმე მავნებელი ყავს მცენარეს, ყველა არის აერობული. ანუ ჰაერით სუნთქავი ბაქტერიები, ვინც ჟანგბადს იყენებს. ხოლო ანაერობული მავნე ბაქტერიები მცენარეს პრაქტიკულად არ აავადებენ. ტრიხოდერმა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. ეს არის მიკროსკოპული სოკო, მეგობარი მიკროორგანიზმი ჩვენი კულტურული მცენარეების. ტრიხოდერმა ებრძვის და ანადგურებს პირველ რიგში პათოგენურ სოკოებს, მცენარეთათვის პათოგენურს და შემდეგ გარდა ამისა მოქმედებს მცენარეთა მავნებელი ბაქტერიების წინააღმდეგად. 60 სხვადასხვა ინფექციას ებრძვის ტრიხოდერმა. თქვენ წარმოიდგინეთ 60 სხვადასხვა ინფექციას. ასე რომ ძალიან დიდი სხვაობაა ამათ შორის. ეხლა რა თქმა უნდა, მცენარეს აქვს ბაქტერიული დაავადებებიც, მაგრამ გინდა ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში და გინდაც ბიოლოგიურში არასოდეს არავინ ანტიბიოტიკს მცენარეთა დაავადების საწინააღმდეგოდ არ იყენებს. ლაპარაკია ადამიანის მკურნალობაში, მედიცინაში გამოყენებულ ანტიბიოტიკებზე. ხლა რატომ ხდება ეს? საქმე იმაში გახლავთ, რომ
ასეთ შემთხვევაში ძალიან ჩქარა ჩამოყალიბდებოდა გარემოში არსებული მიკროორგანიზმების მდგრადი შტამები ამ ანტიბიოტიკის მიმართ და შემდეგ ის ანტიბიოტიკი უკვე მედიცინაშიდაც იქნებოდა აბსოლუტურად უმაგრესი. ამიტომ არანაირი ანტიბიოტიკი სოფლის მეურნეობაში უпроსტად მემცენარეობაში თორემ მეცხოველეობა სხვა საქმეა მცენარეთა დაცვისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული. ეს არის 2x2 და თუ ვინმე რაიმე საწინააღმდეგოს გეუბნებათ, უბრალოდ დაიგნორეთ ორი ყურის თეორემის თანახმად, ერთში შეუშვით და მეორედან გაუშვით. ვიმეორებ ანტიბიოტიკების გაშვება მოგეუბნებით მცენარეების დაავადებების წინააღმდეგ აბსოლუტურად არაფერს მართლისი. საქმე რაშია, ტრიქოდერმას შეუძლია არა მარტო სოკოვანი დაავადებების, არამედ ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგაც ბრძოლა. ის არა მარტო პათოგენურ სოკოებს ანადგურებს, არამედ ბაქტერიებსაც, იმიტომ რომ გამოყოფს უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ანტიბიოტიკური ბუნების, რომელიც ბაქტერიებს ებრძვის. ეხლა ეს რა თქმა უნდა აღნიშნავს იმას, რომ ის რაც აფთიაქში იყიდება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყენოთ მემცენარეობაში. ასე არ არის. საუბარი ანტიბიოტიკებზე იყო, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება მცენარეთა დასაცავად არ შეიძლება. თორემ, ახლა ისეთი რაღაც როგორიც არის გლიცინი. ეს არის შესანიშნავი ხელად წარმოქმნილი აგენტი. მისი გამოყენება ხელად ურსასუქებში რა თქმა უნდა დასაშვებია, თუმცა უმეტესად ლიმონმჟავა გამოიყენება, იმიტომ რომ უფრო იაფია. შემდეგ იანტარნაე კისლათა იგივე ქარვის მჟავა. ეს ძალიან კარგი სტიმულატორია მცენარეებისათვის. შეიძლება მისი გამოყენება რატომაც არა. ასე რომ რაღაც აფთიაქში იყიდებოდეს და მცენარეთა დაცვისათვის გამოვიყენოთ ამ მცენარეების გასაზრდელად. ასეთი რამე შესაძლებელია, თუმცა არავითარ შემთხვევაში ანტიბიოტიკებისა. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.